რასაც ახლა კი ამბობთ ამაზე არავის თქვენთან არ უსაუბრია. მაგრამ ეს ძალიან საინტერესო თემა გეხსოვებათ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა და ბიძინა ივანიშვილს სტუმრობდა სოლოლაკის ქედზე ბიძინა ივანიშვილის სასახლეში აზერბაიჯანის გენიალური ლიდერი ილხამ ალიევი. გენიალური ლიდერი, იმიტომ რომ მან უმნიშვნელოვანესი პროცესები წამოიწყო და მანამდე უმნიშვნელოვანესი აზერბაიჯანისთვის უმნიშვნელოვანეს ომში მოაპოვებინა საკუთარ ქვეყანას გამარჯვება. ის რეგიონის მასშტაბით დღეს და ახლა ძალიან მძლავრი და უფრო ფართოდაც ძალიან მძლავრი ლიდერი. გეხსოვებათ კადრი, როდესაც ირაკლი კობახიძე პრემიერად რომ მუშაობს, ის კაცი ფეხტაფეხ დაყვება ამ ორ ლიდერს, რომლებსაც ერთმანეთზე ხელი აქვთ გადახვეული და ბიძინა ივანიშვილი ათვალიერებინებს დედაქალაქის ხედებს მისი მაღლობზე მდებარე სასახლის ვიტრინას უშვებიდან. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ვერსია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ალიევს შორის შედგა საუბარი მათ შორის თემაზე ამერიკა რას უთვლის, რა შემოუთვალა ამერიკამ ივანიშვილს ალიევის პირით. ვერსია საკმაოდ საფუძვლიანი, აგრეთვე რასაკვირველია განმარტოებულები იყვნენ ისინი, რომელიღაც ეტაპზე 40-45 წუთით. განმარტოებულები საუბრობდნენ შუა დერეფანზე, ანაკლიის პორტზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესზე, სომხეთზე, კავკასიაზე, ზოგადად აზერბაიჯანზე. აგრეთვე საუბრობდნენ რუსეთზე, უკრაინაზე, აგრეთვე ტრიპზე, ანუ ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისა და საქართველოს მონაწილეობაზე ამ გლობალურ პროცესებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ გულმხურვალე შეხვედრა შედგა განა არა. მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით უშუალოდ ივანიშვილმა ილხამ ალიევს, ეს არის დაუდასტურებელი ინფორმაცია აქვე გეტყვით, მაგრამ ვინც ამას მეუბნება ერთი წყარო ყავს, ის საკმაოდ კომპეტენტური პირია და მერე უკვე გამოვიდა ინფორმაცია იმის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან, რომ ბიძინა ივანიშვილმა ილხამ ალიევს შესთავაზა კი არა უთხრა, რომ ის სიამოვნებით განიხილავს აზერბაიჯანში, ხაზგასმით ვამბობ, აზერბაიჯანში, ბაქოში ინვესტიციების განხორციელების იდეას, თემას, ივანიშვილების ოჯახი ბიზნესის გაფართოებას გეგმავს ამ ვერსიის თანახმად და ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ, რაღა ალიევი ვახსენე და მანამდეც და მერეც ვილაპარაკე ამ თემაზე, სწორედაც რომ აზერბაიჯანში, ბაქოში და კერძოდ იგულისხმება ბიზნესი სასტუმროებისა და ბიზნესი კაზინოებისა. ალიევმა ბიძინა ივანიშვილს აღუთქვა არასწორი სიტყვა შუამავლობა, მაგრამ დახმარება, ესეც არასწორი სიტყვა ალბათ. მოკლედ ამ საკითხის წინ წაწევა, თუ ბიძინა განახორციელებს ინვესტიციებს, რატომაც არა. და ალიევმა შეარჩია პრინციპში ერთადერთი ის პირი, რომელიც ბაქოში ამ ბიზნესით არის დაკავებული. და ეს პირი, ვინც შეარჩია ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ, უკვე სამომავლო პარტნიორად, არის ასეთი კაცი ემინ აგალაროვი, ძალიან ცნობილი პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაინც ასე ვიტყვი, 1979 წელს დაბადებული, ძალიან ცნობილი მუსიკოსი, მომღერალი, ერთი ხანობა ლონდონში მაცხოვრებელი პირი, რომელიც თანამშრომლობდა იმ კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ კომპანია თანამშრომლობდა შერისთან, ეგლესიასთან, კიდე გავიხსენებ ვიღაც პირებს, ცნობილ მომღერლებს, ცნობილ შემსრულებლებს, მუსიკოსებს. ემინი თავის მხრივ 2000-იან წლებში არ მინდა შემეშალოს და გამოდიოდა და გავიხსენებ რომელ წელს შესაძლოა მოგვიანებით, ანუ 2000-იან წლებში კი არა 10-იან წლებში უფრო ალბათ. გამოდიოდა ევროვიზიაზე და ევროვიზიაზე გამოდიოდა და უკვე შემდგომ მან ერთად იმღერა ჯენიფერ ლოპესთან ერთადაც კი. ის თანამშრომლობდა ისეთ ოდიოზურ პირებთან, როგორც არის ლეფსი, პავლიაშვილი, მაგრამ ეს არ არის მთავარი და არც მისი ბიზნეს საქმიანობა არ არის მთავარი. ემინი იცით ვინ არის? ემინ აგალაროვი არის ხსენებული ილხამ ალიევის აწუკე ყოფილი სიძე და ემინ აგალაროვი 2006 წელს დაოჯახდა და მერე განქორწინდა სწორედ ილხამ ალიევის შვილ ლეილაზე და მათ ჰყავთ საერთო შვილები, ტყუპები. ესენი ამ ბავშვებს ქვიათ მიკაილი და ალი, ბიჭები.
2015 წელს ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა მათ შოყოსხოვში ყვითელი პრესა აბაზე ლაპარაკობდა მოხდა მათ შორის გარკვეული კონფლიქტი მეუღლეებს შორის ისინი დასცილდნენ ერთმანეთს მაგრამ კარგი ურთიერთობა კი შეინარჩუნეს და უკვე ლეილა ალიევამ შემდგომ წლებში აიყვანა ბავშვთა სახლიდან ერთი 2014 წელს დაბადებული ბავშვი და ეს ბავშვიც კი თავის მამად მოიხსენიებს სწორედ ემინს, რომელიც ძალიან კარგ ურთიერთობაშია ყოფილ მეუღლესთან. თუმცა ემინს ახლა სხვა ოჯახი ჰყავს. მისი მეუღლე არის თუ არ ვცდები და არ ვცდები გავრილოვა ალონა, რომელზეც დაქორწინდა 2018 წელს, თუმცა მას ხვდებოდა 2016 წლიდან ეს გავრილოვა ალონა იყო და არ შემეშლება სილამაზის კონკურსებში არა მარტო მონაწილე, არამედ მის მორდოვიას თუ არ ვცდები, გამარჯვებულიც კი. მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ახლა ემინის პირად ურთიერთობას კი ვეხებით კი განვიხილავთ, მაგრამ გაცილებით საინტერესოა ემინი როგორც ბიზნესმენი. აქ იგითხარით რომ ის არის მომღერალი, ლონდონში ცხოვრობდა, შეერთებულ შტატებში. მას აქვს გადაღებული ფოტო მამამისთან ერთად, სხვათა შორის დონალდ ტრამპთან ერთადაც. ის რაღაც ეხლა აი მოცემულ ეტაპზე ის არის კანში. ესწრება კანის კინოფესტივალს. საკმაოდ ესეთი მიღებული პირია. დიდი ფულის პატრონია, მისი ოჯახი შედიოდა და დღესაც შედის თუ არ ვცდები 200 უმდიდრეს ადამიანში რუსეთის მასშტაბით. შესაბამისად ბაქოს და აზერბაიჯანის მასშტაბით უფრო წინ წაწეული პირია, რამდენიმე ოჯახი თუ იქნება მასზე მდიდარი თუ იქნება საერთოდ ალიევების გარდა გულისხმობ ოჯახებს. კიდე რა შეიძლება ითქვას ემინზე? ის აპირებდა ერთი ხანობა ბაქოში ტრამპ თაუერის ჩადგმას აშენებას, მაგრამ მერე გადაიფიქრა იმის გამო, რომ ტრამპმა მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და 2015-16 წლის დასაწყისიდან ჩაება კამპანიაში და 16 წლის ნოემბერში აკი გახდა კიდეც ამერიკის შეერთებული შტატების 45 პრეზიდენტი და 2017-ში იანვრის 20-ში შევიდა ორ კაბინეტში და ინტერესთა კონფლიქტი არ იყოსო ემანდო. ეს იფიქრა და ესე გადაწყვიტა ემინმა და არა მხოლოდ ემინმა, არამედ მისმა კომპანიებმაც, მისმა მშობელმა მათ შორის. ძალიან მნიშვნელოვანი როცა მშობელზე ვლაპარაკობთ. ეს მშობელი არის და მამამისზე ვლაპარაკობთ ცხადია. ეს კაცი არის, მეტყვით ეხლა რა ჰქვია, რომ არ შემეშალოს უბრალოდ კი ბოდიშებთ. ეს კაცი არის არას აგალაროვი, აი ტრამპთან გადაღებული ფოტოს ბარემ გაჩვენებთ. ესე იგი არასი, ტრამპი და ემინი. არას აგალაროვი არის კროკუს გრუპის ფლობელი და კროკუს გრუპთან დაკავშირებით რა ინციდენტიც მოხდა 2024 წელს, გემახსოვრებად, როცა ააფეთქეს ტერორისტებმა, იქ იყო მსხვერპლი. სხვა შორის ემინი და მამამისი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც შევიდა ამ გადამწვარ შენობაში. ორივემ გამოაცხადა, რომ აღადგენენ ამ უზარმაზარ საკონცერტო დარბაზს, თუმცა 2025 წელს გადაიფიქრეს დროებით და თქვეს, რომ არა, მაინც ალბათ ამ პროექტს აღარ მიუბრუნდებიან. მოსკოვის ჯგუფშია კროკუს სიტი ჰოლი, იცით თქვენ, ამ სიტი ჰოლში იყო სხვათა შორის ემინ აგალაროვთან და არას აგალაროვთან ერთად ორი მის მსოფლიოზე მონაწილეობდა არჩევამდე 3 წლით ადრე კროკუს ხილში 2013 წელს ხსენებული დონალდ ტრამპი მონაწილეობდა კი არა ესწრებოდა ამ ღონისძიებას. კიდევ ბევრი რამე აქვს აკეთებული ემინს, ის აკითხავთ რომ სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული და სამშენებლო ბიზნესით არის დაკავებული, ბუნებრივია ეძებს პარტნიორებს, ემინის კომპანიებს, აქვე გეტყვით რა ჰქვია, ერთის მხრივ ეს არის კროკუს ხილი, აკითხავთ კროკუს ჯგუფი, უფრო ზუსტი რომ იყო, აგალაროვდა დეველოპმენტი, რომლის ეგიდითაც და ფლობელობითაც შენდება ის უზარმაზარი სასტუმრო და კაზინოებისა და სასტუმრო ბიზნესი გაიმართება, აშენდება კომპლექსი ბაქოში და ბუნებრივია აკითხავთ რომ ის ეძებს პარტნიორებს, არ მინდა რამ გამომრჩეს, მაგალითად ის თანამშრომლობდა მუსლიმ მაგომაებთან და სხვებთანაც. მე გითხარით რომ ის თანამშრომლობდა მაგალითად იმ პავლიაშვილთან, არასწორ კაცთან, აგრეთვე ლეფსისთან, ანი ლორაკთან,
ის ფლობდა 2013 წელს იალუჩევ შეხჟივუ მან მიიღო ემინმა მიიღო ოქროს გრამაფონი ესეთი ჯილდო და სხვა რაღაცეების გახსენება შეიძლება ბოდიში გიახ საინტერესო ამბავია რომ ის თანამშრომლობდა ბრაიან როულინგთან რომელიც შერის მე მგონი გითხარით ტინა ტერნერის ენრიკე ინგლესიასის და One Direction-ის პროდიუსერი კი არა კომპანიონი იყო ერთი ხანობა და ბევრი რამის გახსენება შეიძლება ამ 1979 წელს დაბადებულ კაცზე. ხო და თავარი ახლა ის არის რომ ალიევის ყოფილმა სიძემ მიიღო წინადადება ილჰამ ალიევისაგან ანუ მოусმინა ყოფილ სიმარს და გავბედავდა ვიტყვი საკმაოდ კარგ ურთიერთობაში მყოფია მასთან და მეგობარს ილჰამ უფროს მეგობარს სხვა თორაფერი პრეზიდენტია ილჰამი აზერბაიჯანისა და გადაწყვეტილება იმის თაობაზე რომ პრინციპში განიხილოს ბიზნეს ივანიშვილთან გარკვეული ბიზნეს პროექტი კერძოდ ბიზნეს ივანიშვილისა და მისი ოჯახის მონაწილეობა ხსენებულ უზარმაზარ კომპანიაში უზარმაზარ პროექტში რაც გულისხმობს კასპიის ზღვის სანაპიროზე დიდი სასტუმრო და კაზინოების კომპლექსის გამართვას ემინმა მიიღო და პირველი კონტაქტები მხარეებს შორის უკვე შედგა და აი მე გაჩვენებთ ვიდეოს რომელიც ვრცელდება სოცქსელში როგორ მასპინძლობს ემინი ბიზნეს ივანიშვილების ოჯახის ბიზნახوار ჩავიტურა თავად და ბიზნეს ივანიშვილების ოჯახის წარმომადგენელს კერძოდ მუსიკოს ანუ მის კოლეგას ბერა ივანიშვილს ბერა ივანიშვილი თავის მხრივ თავის უშუალო ოჯახთან ერთად ანუ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჩავიდა ბაქოში გავხსნათ ლინკი და ალაგ-ალაგ ალბათ შევჩერდები და გაჩვენებთ ძალიან მნიშვნელოვან ისე მე მგონი ხმას უნდა ჩაუწიო რომ რაღაცა პრობლემა არ იყოს თუ აუწიო არც ვიცი უნდა აუწიო და იქ რაღაც სიტყვების სიტყვის და ის ხმაც Это уже очень большой прогресс. ერთ წელიწადში გავხსნით თუ ეს არის საუბარი აი ამ დარბაზზე კაზინოს დარბაზია ეს თავად ემინი ეუბნება ბერას რომ ეს სივრცე გაცილებით დიდი იქნება ვიდრე ნებისმიერი კაზინოს სივრცე ლას-ვეგასშიც კი ბერა დაინტერესებული აშკარად და გავბედავდა ვიტყვი აღფრთოვანებული სხვა შორის ერთი რამ შევნიშნე ბერას რომ ის საკმაოდ კარგი რუსულით მამამისისაგან განსხვავებით აქცენტით რასაკვირველია მაგრამ საკმაოდ კარგი რუსულით ლაპარაკობს Сколько людей сейчас работает тут? ბერა დაინტერესებულია რამდენი კაცი მოსამსახურე მუშაობს ამ კონკრეტულ პროექტზე ემინი პასუხობს რომ 800-ო მაგრამ მე აკონკრეტებინებს მე უკვე ბერა მთლიანად ამ პროექტზე როგორც ყველა სასტუმრო კომპლექსიც და ემინი უდასტურებს რომ კი არა ეუბნება რომ 7500-ზე მეტი დასაქმებულია მოცემულ ეტაპზე შტაბ-ბიჭდილებას ახდენს ემინი აშკარად ბერაზე მე რასაკვირველია ვერ გეტყვით რა თანხაზეა საუბარი და ინვესტიციაზეა საუბარი თუ ეს ბიზნეს გარიგება როგორც ასეთი საერთოდ შედგა ეს არ სჭირდებოდა ემინს მას ბერაზე ბევრად ცნობილი ადამიანები ჩაუყვანია ამ სასტუმრო კომპლექსში არ სჭირდებოდა ბერას ჩაყვანა მხოლოდ იმიტომ რომ აი მუსიკოსია ბერა მისი კოლეგაა და გააცნოს და ათვალიერებინოს ეს არის ერთგვარი შესავალი პრეზენტაცია თუ გნებავთ ასე ვიტყვი ივანიშვილების ოჯახისათვის ბერას ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას თავის მხრივ რასაკვირველია მაგრამ ივანიშვილების ოჯახისთვის რა პროექტი კეთდება და რა საქმიანი ურთიერთობები შეიძლება დამყარდეს ამ კომპანიასა და ხო არ დამავიწყდეს ეს არის ესე იგი Sea Breezy ეს კომპანია ანუ გარდა იმისა რომ ერთი კომპანია სხვა კომპანია ემინ აგალაროვის აკეთებს ამას ასევე არის Sea Breezy თუ ნახოთ ეს ვიდეო ნახოთ ბოლომდე და მე უკვე იმ კომპანიაში შევიჭრიდოთ Целиком Но видишь, будет такой натуральный камень, все классика, такого казино. Барбарилоса, да. Такого размера тоже нет. ბავშვებთან ერთად არის ბავშვის ფოტოს როგორი არ დაგაჩვენოთ და გამომდინარე და პრინციპში ამოვწუროთ. ეხლა გადავიდეთ აი 45 წამიანი სხვა ვიდეო კონტენტიც ვრცელდება ამასთან დაკავშირებით გადავიდეთ ამ Sea-Breeze-ში. ეს არის Instagram-ის გვერდი, აქ პრინციპში საინტერესო განსაკუთრებული არ არის, ეხლა follows არ გავაკეთებ თქვენის ნებართვით ერთ ჩემ მეგობარს ვიქტორს, როგორც გვარს არ თავსახელებ და follow-ებული ჰქონია Sea-Breeze
რეზორტ ბაკუ სხვას არა და ეს კარგია. ხო, პრინციპში განსაკუთრებული საინტერესო არც არაფერია ამ ინსტაგრამის ამ გვერდზე. სიბრიზი შეგვიძლია ვნახოთ ჩვენ მაგალითად Facebook-ზე თუ არის მაინც და მაინც. ოდიში ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ მიხსნის და გახსნა, მაგრამ არა და ბიზნესი მოკასრავად ხმა ჩაუწიოთ ეხლა რაღაც გიჟები რო არ შევავარდეთ ბაკუ თუ გნებავთ მივამატოთ ხო ეს არის სიბრიზ ალბათ ეს იგულისხმება სიბრიზ რეზორტ ხო არ ვიცი შეიძლება ვერ ვნახულობ და აქედან გამომდინარე მესო არ გავამივიდეს ტყუილი ტყუილი არ გავამივიდეს სხვების ყოლია სტუმრად ხსენებულ ემინს აგალაროვს მაგრამ ეს არ არის მთავარი არის თუ ბიზიდა ივანიშვილი ლაგდა ყოველთვის ცდილობს დალაგებას აზერბაიჯანთან და არა მხოლოდ საოფიციალურ ხელისუფლებას გულისხმობ არამედ აგე დიდ და არხიმილიონერ სხვა პირებთანაც რომელსაც უთუოდ იცნობდა ეგრამაგის პასუხი ანს მენოდა მის თაობაზე მაგრამ ალიევთან მასთან დაკავშირებითაც და აზერბაიჯანში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებითაც ჩანს ისაუბრა ბიზიდა ივანიშვილმა ყოველ შემთხვევაში ჩემი წყაროების ცნობით მაგალითად ხმის თქმა შემიძლია რომ ეს ყველაფერი არ უშველის ბიზიდა დასაკუთრებით არ უშველის მაგრამ ეს უბრალოდ უნდა გწოდნოდა და კარგია რომ ახლა უკვე ვიცით და დავაკვირდეთ პრობლემები შეიძლება არ დადასტურდეს ეს ინფორმაცია მაგრამ საინტერესო ამბავი კი არის ეს თავისთავად არის რომ აი ბერა ივანიშვილის ოჯახის წარმომადგენელი ეცნობა აი ამ უზარმაზარი კომპლექსის პროექტს რომლის ავტორიც არ იკითხარით ბაქოში არის ემინ აგალაროვი რომელიც თავის მხრივ საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ან ოდიოზური რეპუტაციის მოდიდებოთ ასე ვიტყვი პირია ერთის მხრივ ის კანშია ახლა ძმაკაცობს ვიღაცეებთან უცხოელებთან დასავლელებთან და ასე შემდეგ მაგრამ მეორეს მხრივ ის რასაკვირველი არის ალიევების ოჯახის არც უკვე ყოფილი წარმომადგენელი და საკმაოდ მიღებული პირი რუსულ კულტურულ პოლიტიკურ სივრცეში მოდი ესე ვიტყვი თქვენის ნებართვით კრემლში არა იმდენად რამდენადაც კრემლთან უფრო ნახვამდის